ალეკო ცქიტიშვილის გამოკითხვა მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, ეგრეთ წოდებული პირბადების საქმეზე. დღეს სწორედ ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელს დაუსვამს გამომძიებელი პროკურორი კითხვებს, რასთან დაკავშირებით იქნება აქცენტი გაკეთებული. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ამ საკითხზე გამოკითხვის დაწყებამდე გვესაუბრა პროკურორთან და ლაშა კოტრიკაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გადარიცხვები, რომელიც გასული წლის მარტის და დეკემბრის თვეებში ხორციელდებოდა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშზე, სხვადასხვა არასამთავრობოებიდან და ასევე პოლიტიკოსებისგან, რომელთა სახელებს და გვარებს ის დღეს ჩვენს კითხვაზე საპასუხოდ არ აკონკრეტებს, არის მათი ინტერესის ობიექტი, არ ამბობს არც თანხას, რომელიც ამ თვეების განმავლობაში გადაირიცხა ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშზე, თუმცა ამბობს იმას, რომ აღნიშნული თანხები მოხმარდა იმას, რომ იურიდიული დახმარება გაეწიათ სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა ბრალდებულისთვის, მათ დახმარებოდნენ, ან ჯარიმა გადაეხადათ, ან დაეცვათ ისინი მაშინ, როდესაც სასამართლოებში იბარებდნენ. თავად ალეკო ცქიტიშვილი არის დარწმუნებული, რომ საქმეს აქვს პოლიტიკური მოტივაცია და ერთადერთი რის გამოც ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დევნიან სწორედ მათი პოლიტიკური პოზიციონირება. დღეს არის ბატონი ალექსანდრე ცქიტიშვილის დაკითხვა და ჩვენ კითხვები გვაქვს მისი ორგანიზაციის ანგარიშებთან დაკავშირებით. აქციების პერიოდში არის ჩარიცხული მისი ორგანიზაციის ანგარიშებზე თანხები, მათ შორის თანხები არის ჩარიცხული პოლიტიკოსების მიერ და თანხები არის ჩარიცხული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მიერ. მაგალითად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მის ანგარიშზე ირიცხავს თანხებს შემდეგი დანიშნულებით სახელოვნად გამარჯვებისთვის. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა გვაინტერესებს რა თანხები ვიზე უნდა გაიმარჯვათ და რა იყო დანიშნულება. ასევე ისიც მონაწილეობდა ამ საპროტესტო აქციებში და გვაინტერესებს მისი როლი, იცის თუ არა აქვს თუ არა ინფორმაცია ვინ იყო ორგანიზატორი და საერთო მიზანი რა იყო მათი. ყველა ის პროექტი, რასაც ახორციელებდა ადამიანის უფლებათა სახლი, იყო იმ სტანდარტებსა და იმ სტრატეგიებში თავსებადი, რაც ზოგადად უფლებადამცველ ორგანიზაციებს მით უმეტეს ესეთი მაღალი დონის საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ გაწერილი თავიანთ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში. შესაბამისად, არაფერი უკანონო ჩვენ საქმიანობაში არ ყოფილა, პირიქით უამრავი სასარგებლო პროექტი გვაქვს ახორციელებული, მათ შორის უფასოებრივი დახმარების მიმართულებით, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მიმართულებით და ის გადარიცხვები, რაზეც არის საუბარი, ყველა გადარიცხვა იყო აბსოლუტურად კანონიერი. საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე ჩვენებას აძლევს აქტივისტი გიორგი იოსავა. ეს არის ახალგაზრდა, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერებმა 8 სექტემბერს მერობის კანდიდატის კახა კალაძის შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტიკად სცემეს. ის 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, აქვს ტვინის შერყევა და დღესაც ეტყობა სახეზე მას ცემის კვალი. გამოძიება დაწყებულია ძალადობის მუხლით და სწორედ ამ საქმის ირგვლივ დღეს იოსავა მისცემს ჩვენებას. მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებას უნდა ჰქონდეს ასევე ჯგუფურობის კვალიფიკაცია, რადგან ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ქართული ოცნების მოწინააღმდეგეებზე. 8 სექტემბრის ინციდენტთან დაკავშირებით ეს თავად საგამოძიებლო უწყებიდან დამიკავშირდნენ და მე ვუთხარი, რომ მაგის მოსამართლესთან მინდოდა გამოკითხვა. სათქმელი არის ის, რაც მოხდა, რაც კადრებში ჩანს, რაც არის სიმართლე. პრინციპში ახალი არაფერი მაქვს სათქმელი, რაც კადრებში არ ჩანს და მაგას ვეთქვი მოსამართლეს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ის ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, ვინც იძალადა მელიქიშვილის გაზრდაზე. ჩვენ პირდაპირ ნახეთ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მხოლოდ 126-ე მუხლით არ უნდა იყოს გამოძიება დაწყებული, რადგან სისხლის სამართლის კოდექსი პირდაპირ ცნობს ორგანიზებულ დანაშაულს. აი ეს არის სწორედ მე მინდა საზოგადოებას უთხრა ორგანიზებული დანაშაული, როდესაც 10-მდე 20-მდე პირი შეთანხმებულად მოქმედებდა და ცემდა სხვადასხვა მოქალაქეებს და არა ის საქმეები, რომლებიც სინდისის პატივებს შეუკერეს. მაგრამ დღეს 126-ე მუხლით არის მხოლოდ დაწყებული, რაც გულისხმობს ცემას და ამ მუხლით იმიტომ დაიწყეს, რომ არის ძალიან ნაკლების აქცია, მაგრამ ეს არის პირდაპირ დავალებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ ხალხზე ძალადობა. ქართული ოცნების ტიტუშკების და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას ამ წუთებში ჟურნალისტი ლიკა ზაკაშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფება ის გამოკითხვაზე. ლევან ზარდიაშვილი და გიორგი შუკვანი არიან ის პირები, რომელთა წინააღმდეგაც დღეს პუბლიკას მთავარი redaktori მისცემს ჩვენებას გამოძიებას. ჟურნალისტი ჩვენთან საუბარში ყვება, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში მას ხელი შეუშალეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, შეაფურთხეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის საკუთარი ტელეფონით ასახავდა მოვლენებს, რომელიც თავდასხმის დროს ვითარდებოდა.
4 სექტემბერს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ქართული ოცნების შტაბთან თარხნიშვილის ქუჩაზე ქართული ოცნებასთან დაკავშირებულად პირებმა ხელი შემიშორეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ერთ-ერთი თავმჯდომარეა და ხელი დამატყა, მეორემ გიორგი შუკვანმა შემაკუთხა და აი ამ ინციდენტის გამო მივმართე თბილისის პროკურატურას, შევიტანე განცხადება და დღეს დამიბარეს გამოკითხვაზე და დეტალურად მოვუყვები გამომძიებლებს რა მოხდა და როგორ შემიშალეს ხელი. საქალაქო სასამართლოში დღის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებიც განიხილება, მათ შორის იმ აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებსაც ხელბურკილები რუსთაველის გამზირზე 2 სექტემბერს დაადეს.